გამარჯობა, ეს არის დილის ვარჯიშები ელენესთან ერთად, რომელსაც ყოველ დღე TV 36-ზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. ეს ვარჯიშები განკუთვნილია როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი მოვარჯიშეებისთვის. დღევანდელი ვარჯიში შეგვიძლია დავუთმოთ გაწელვებს და ზურგის ვარჯიშებს და მოდით დავიწყოთ. ჩავისუნთქოთ ღრმად და ამოვისუნთქოთ. კიდევ ერთი გამეორება გავაკეთოთ ეს. ოდნავ მუხლები მოვხაროთ, თავი გადმოვწიოთ წინ და უკან. წინ და უკან. გადავიტანოთ თავი ერთ მხარეს, მეორე მხარეს. ისევ ერთ მხარეს, მეორე მხარეს. გავიხედოთ მარცხნივ, ახლა მარჯვნივ. კიდევ ერთი გამეორება გავაკეთოთ ორივე მხარეს. ნახევარწრე გავაკეთოთ ერთ მხარეს, ახლა მეორე მხარეს, ისევ ერთ მხარეს და მეორე მხარეს. გავშალოთ ხელები, ჩავიდეთ ერთ მხარეს და მეორე მხარეს. ისევ ერთ მხარეს და მეორე მხარეს. ჩავდივართ ერთ მხარეს და მეორე მხარეს. კიდევ ერთი გამეორება გავაკეთოთ ორივე მხარეს. მოგვაქვს ხელები წინ, ზურგს ვაწვევით. აი, ფეხის ამ ნაწილში უნდა ვიგრძნოთ გაწელვა. გადავიდეთ ერთ მხარეს, შუაში. მეორე მხარეს ავწიოთ ხელი ზემოთ და მზერაც ავაყოლოთ ხელს. საპირისპირო მხარესაც ვაკეთებთ ზუსტად იგივეს. ხელები გაშლილი გვაქვს, გადავდივართ ერთ მხარეს, ეხლა მეორე მხარეს. ისევ გადავდივართ ერთ მხარეს და მეორე მხარეს. ორივე ხელი მიგვაქვს ერთ ფეხთან, ეხლა მეორე ფეხთან. შუაში, უკან, ამოვედით და გავშალეთ. საპირისპირო ხელი მიგვაქვს საპირისპირო ფეხთან. ეხლა დავრჩეთ ერთ ფეხთან და მუხთან რაც შეიძლება ახლოს მივიტანოთ თავი, სადამდეც შეგვიძლია. საპირისპირო მხარესაც გავაკეთოთ იგივე. ეხლა ამოვიდეთ ნელა მოხრილი ზურგით და შეგვიძლია გადავიდეთ ზურგის ვარჯიშებზე. ამისთვის უნდა ამოვიდეთ მუცელზე. დავწვეთ მუცელზე, ხელები თავს ზემოთ დავიდოთ, ავდივართ ზემოთ, ინერციის გარეშე, ჩამოვდივართ ქვემოთ. ავდივართ ზემოთ, ჩამოვდივართ ქვემოთ. რაც უფრო ნელა გავაკეთებთ ამ ვარჯიშს, მით უფრო ეფექტური იქნება. დავიწყოთ ახლა ერთად. 10 გამეორება გავაკეთოთ თითო ვარჯიში. ავედით, ჩამოვედით. 2 3 4 5 6 ნახევარზე მეტი გავაკეთეთ უკვე 7 ბოლო 3 დარჩა ბოლო 2 1-იც და დავისვენეთ. საპირისპირო ხელი და საპირისპირო ფეხი ერთდროულად ადის ზემოთ. იქიდან გამომდინარე რომ ხელი და ფეხი იცვლება ყოველი ვარჯიშის დროს 20 გამეორება გავაკეთოთ, ანუ თითო ხელის და თითო ფეხის გამეორება 10 ჯერ. დავიწყოთ. არ ვიჩქაროთ და ინერციით არ ავიდეთ. ნახევარი უკვე გავაკეთეთ. ბოლო 3 დაგვრჩა თითო ხელზე და ფეხზე. ბოლო 1-იც და შეგვიძლია დავისვენოთ. ამ პოზიციაში ამოვიდეთ დასვენების დროს. ახლა ისევ გადმოვიდეთ იგივე პოზიციაში. ხელები გავშალეთ. ხელი და ფეხი ადის ზემოთ, ხელი იხრება, ფეხი იშლება, შემდეგ ფეხი იკეცება, ხელით. ესეც გავაკეთოთ 10 გამეორება და მოდით დავიწყოთ. 1
აქაც ინერციით არ ამოვდივართ და არ ვჩქარობთ. ნახევარი უკვე გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, რომ არავის არ გაგვიჭირდა. ცოტა თუ გაგვიჭირდა ესეც. პრობლემას არ წარმოადგენს, როცა განმავლობაში მივეჩვევით. თუ მოგვეპოვება სახლში გირი, თუნდაც 1 კილოიანი, დავიხმაროთ. გირი, თუ არა და ნებისმიერი რამე, რასაც წონა აქვს, შეგვიძლია გამოვიყენოთ თუნდაც წყლის ბოთლი. გირი მიგვაქვს წინ და დავატრიალოთ. 5 დატრიალება გავაკეთოთ ერთ მხარეს, 5 მეორე მხარეს. დავიწყოთ. 1 არ ვჩქარობთ. 2 3 4 ბოლო გამეორება ამ მხარეს 5-იც და ეხლა 5 დაგვრჩა მეორე მხარეს. 3 4 5 და შეგვიძლია დავისვენოთ. გავაგრძელოთ ვარჯიშის გაკეთება, ერთი ხელი მოდის ქვემოთ, ერთი ზემოთ. აგვაქვს და უცვლით ხელს. ჩამოვდივართ. უკვე შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ. დავიწყეთ. 1 ესაც გავაკეთოთ 20 გამეორება. ათი დაგვრჩა. ინერციით აქაც არ ამოვდივართ, როგორც ხედავთ. ბოლო 5, ბოლო 4, ბოლო 3, ბოლო 2. ერთიც და შეგვიძლია დავისვენოთ. ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ვარჯიშზე. ამოვდივართ ამ პოზიციაში. ჩავდივართ ქვემოთ. ესაც გავაკეთოთ 10 გამეორება. 1 2 არ ვიჩქაროთ. 3 4 5 ნახევარი დაგვრჩა 6 7 ბოლო 2-იც და ბოლო გამეორება. ახლა შეგვიძლია ამოვიდეთ ამ პოზიციაში და დავისვენოთ. დასვენების შემდგომ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ვარჯიშზე. აზიდვებზე. ამ პოზიციაში ვართ. ხელი გვაქვს. ასე არ გავშალოთ, მოვიტანოთ ჩვენთან ახლოს. ამოვდივართ, რაც მთავარია წელი ესე არ უნდა ჩაგვივარდეს. როგორც ვწევართ, ისე ამოვდივართ ზუსტად. და ჩავდივართ ბოლომდე. თუ შეგვიძლია ბოლომდე არ ჩავიდეთ და გავაკეთოთ. აი ასე. ვისაც როგორ შეგვიძლია. მე მარტივს გავაკეთებ თქვენთან ერთად. ვისაც რთული უნდა, მით უკეთესი. დავიწყოთ. 1 2 3 4 5
და შეგვიძლია დავისვენოთ კიდევ. ახლა გადავიდეთ, სანამ თქვენ ისვენებთ, მე შემდეგ ვარჯიშს გაჩვენებთ. ეს შედარებით მარტივი ვარჯიშია და დასვენებაშიც გამოგვივა იდეაში. ხელები იგივე პოზიციაშია. მოვდივართ, თეთო დაბლა არის, როგორც ხედავთ, მზერასაც ზემოთ. მზერად ზემოთ აგვაქვს. აი ესე ვაკეთებთ შემდეგ ვარჯიშს. შეგვიძლია დავიწყოთ. არ ვიჩქაროთ, ინერციით არავიდეთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 ბოლოც და დავისვენით. დღევანდელი ზურგის ვარჯიშები ამით დასრულდა, ახლა კი საბოლოო გაწელვის დრო მოვიდა და შეგვიძლია უკვე გადმოვიდეთ ამ პოზიციაში. ფეხები თუ გვინდა მოხრილი გქონდეს, სურვილი შემთხვევაში გავშალოთ, ღრმად ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ. ორივე ფეხი მოვიტანოთ ჩვენთან ახლოს. გავშალოთ ერთი ფეხი და გავშალოთ მეორე ფეხი. ისევ გავშალოთ ერთი ფეხი და გავშალოთ მეორე ფეხი. გაშლილი ფეხი ამოვიდოთ და რაც შეიძლება ახლოს მოვიტანოთ ჩვენთან მოხრილი ფეხში, უნდა ვიგრძნოთ გაწელვა. შევცვალოთ ფეხი. ვდივართ ზემოთ, ზურგი როგორც ხედავთ მიდევს. ეხლა ავიდეთ ზემოთ და სადამდე შეგვიძლია გადავიდეთ უკან. თუ ბოლომდე შეგვიძლია, ბოლომდე გადავიდეთ უკან. ხელები ქვემოთ დევს. ნელა გადმოვდივართ წინ და ამ პოზიციაში ამოვდივართ. გავშალოთ, მოვხაროთ ერთი ფეხი, წავიღოთ წინ, იდაყორზე ჩამოვიდეთ. გაშლილი ფეხი მოვიტანოთ ჩვენთან ახლოს. ხლა მოვიდეთ ამ პოზიციაში. ჯერ ერთი ფეხი ჩადის, მერე მეორე. ისევ ერთი, მეორე და შემოვიტანოთ უკვე მეორე ფეხი წინ. ჩამოვიდეთ იდაყვებზე. გაშლილი ფეხი მოვხაროთ და სადამდე შეგვიძლია მოვიტანოთ წინ. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ხელით შევკრათ. გადმოვდივართ ამ პოზიციაში. ფეხები გავშალოთ, სადამდე შეგვიძლია ჩავიტანოთ. ეხლა უკვე გადმოვიდეთ წინ. სადამდე შეგვიძლია. ფეხები მოგვაქვს ახლოს. გავწევოთ. გავწევოთ. და დღევანდელი ვარჯიში ამით დასრულდა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ კარგად გავართვით თავი, საკუთარ თავის მაქსიმუმები დავდეთ და თითოეულ ვარჯიში დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო კარგი შედეგი გვექნება. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით, დროებით.